Შევანაძის შემდეგ ივანიშვილის ინტერესების დაცვა ინდიის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაიწყო ლინკოლნ მიტჩელი მილიარდერისთვის პრორუსული იმიჯის შეცვლასაც ცდილობს ოლიგარქის ნაყიდი მედია კი ქართული ოცნების ძვირადღირებული PR ტექნოლოგიების ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის PR კამპანიით კვლევითაა დაკავებული. Რამდენად სარწმუნოა ალიას მოპოვებული დოკუმენტები და რას პასუხობს ქართული ოცნების ლიდერი ამ თემაზე რეალ ტივის მიერ დასმულ შეკითხვას მაკა ჩიხლაძე მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერშია მაკა გისმენ. გიორგი, პირველ რიგში დავიწყებ იმას, რომ ამ დოკუმენტების სარწმუნოებაზე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩერა თაქთაქიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ თემას სერიოზული მიდგომა ალბათ არ მოუხდებოდა, რადგან უნდა იცოდეს ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ, მით უმეტეს ჟურნალისტმა და მედიამ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ყავს PR ტექნოლოგიების სპეციალისტები დაქირავებული და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, განსაკუთრებით წინა საარჩევნოდ. მთავარია, რას უკვეთავენ და რის გაკეთებას სთავაზობენ PR ტექნოლოგიების სპეციალისტები ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას და ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ კონტექსტში არის განსხვავება, რადგან ნაციონალური მოძრაობა სწორედ PR ტექნოლოგიების დახმარებით ახერხებს საკუთარი სათქმელი წინასაარჩევნო ლოზუნგები მიიტანოს ხალხამდე, ხოლო ქართულ ოცნებას აქვს ქვეყნის საწინააღმდეგო, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მესიჯები და PR ტექნოლოგიები და ლობისტები, რომლებიც მათზე მუშაობენ, სწორედ ამ კუთხით არიან დაკავებული. ნამდვილად ჩვენ გვყავს დაგვირავებული ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომლის ამოცანა არის უფრო მეტად დაგვეხმაროს ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი კონკრეტული პროგრამის მიტანაში. ამასთანავე ეს დაფინანსება არის სრულად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, განსხვავებით ქართული ოცნებისაგან, რომელიც ფულს ხარჯავს მილიონობით დოლარს სხვადასხვა ლობისტური კომპანიების მეშვეობით, მარტო იმაში, რომ დაზარალდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები, დაშორდეს საქართველოს ნატოში გაერთიანების და ინტეგრაციის პერსპექტივას. რაში ხარჯავს მილიონებს ბიძინა ივანიშვილი და რამდენ სუხთის ლობისტებს, რომლებიც მის PR კამპანიას მართავენ, ეს შეკითხვა საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მისთვის. დღეს რეალ ტივის შეკითხვაზე ის აღშფოთებული იყო და პასუხობდა, რომ საკუთარ ფულს რაშიც უნდა იმაში დახარჯავს და ჩვენი საქმე არ არის ამ საკითხების ძიება, თუმცა ალბათ ამეთანხმება მაყურებელი, რომ როდესაც საზოგადოებას ეხება საქმე და იმ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, ალბათ კითხვების დასმის უფლება მით უმეტეს მედიას აქვს. თქვენ პირველ რიგში უნდა ინტერესდებოდეთ ხელისუფლების გადასახადებიდან. ხელისუფლებას ჩვენგან განსხვავებით ორჯერ და სამჯერ მეტი ყავს ლობისტები დაქირავებული. გიკითხავს ოდესმე? გაგაჩნიათ ინფორმაცია ოდესმე? აი ამისგან მოგიწოდებ. მე უხდით ჩემს პირად ფულს და ეს ჩემი საქმეა, ეს არ არის თქვენი საქმე და ხელისუფლების საქმე. ასეთი აღშფოთებული ბიძინა ივანიშვილი ალბათ არ იყო მაშინ, როდესაც მაესტროს ეთერში გასულ რეპორტაჟს უყურებდა, სადაც მაესტროს ჟურნალისტები ალია ჟურნალისტებთან ერთად ირწმუნებოდნენ, რომ მაგალითად ივანე მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როდესაც მონაწილეობდა დებატებში, მას PR ტექნოლოგიების სპეციალისტებმა წინასწარ დაუწერეს ტექსტი და ის ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხობდა იმას, რასაც PR ტექნოლოგიების სპეციალისტები მიუთითებდნენ. ამისთვის მათ ერთგვარი გრაფიკული შედარება ჰქონდათ მოყვანილი, თუმცა მაყურებელს შევახსენებ, რომ ივანე მერაბიშვილის ამ დებატების შემდეგ გამოაქვეყნეს ეს ვითომ და სკანდალური დოკუმენტი, რომელიც 100 გვერდს მოიცავს და ამ დოკუმენტში ნებისმიერ ამის ჩაწერა შეიძლებოდა, მით უმეტეს ამ დოკუმენტის ნამდვილობას ჯერჯერობით არც ერთი მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს. მე შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ტიკარაძე გახლავთ ალია ჟურნალისტი, რომელმაც შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ჩვენება შეცვალა და მისი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალურად არის სახეცვლილი. სწორედ დიმიტრი ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობის PR ტექნოლოგიების სპეციალისტები ახერხებენ იმას, რომ საარჩევნოდ ხალხი უნდა მოატყუონ. რომელიც ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის ჩატარებული კვლევის შედეგად მიცემული აქვს ნაციონალურ მოძრაობას და დამატებით ორ ოპოზიციური პარტიას. კვლევაში კონკრეტულად არის რეკომენდაციები მიცემული, რა კითხვაზე რა პასუხი უნდა გასცენ, რა კითხვა შეიძლება დაისვან და მთავარი აქცენტები არის გაკეთებული იმაზე, როგორ უნდა მოატყუონ წინასაარჩევნოდ ხალხი ნაციონალურმა მოძრაობამ. საკუთარი გაზეთები და ტელევიზიები გამოიყენეს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციისთვის, ივანიშვილის მედია აქტიურად იყო დაკავებული ასევე NDI-ის დისკრედიტაციის თემით. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ნდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ საქართველოში, გახდა იმის მიზეზი და ობიექტი, რომ შავი პიარი აეგორებინათ ლუის ნავაროს ოფისის მისამართით და გამოიყენეს სპეციალურად რესპონდენტები NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც უკვე საკუთარი ორგანიზაციის, რომელშიც მუშაობდნენ წლების განმავლობაში, უკვე დისკრედიტაციით არიან დაკავებული.
ამერიკაში ასეთი კვლევები არასოდეს ჩაუტარებიათ და არ ამგონია სხვა ქვეყნებშიც ჩაეტარებინოთ. თუმცა ალბათ ეს იმაზეც არის დამოკიდებული, რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი, როგორია დაფინანსება, ვინ არის NDI-ის დირექტორი და რა არის მისთვის პრიორიტეტული. მე რამდენჯერმე შევხვდი ივანიშვილს და სულაც არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ რუსულ პროექტთან გვაქვს საქმე. საქართველოს ხელისუფლება მისთვის მიუღებელ ყველა ძალას რუსეთის მარიონეტს უწოდებს. როდესაც ადამიანს ასეთ ბრალდებას უყენებენ, გამოდის სხვა არაფერი აქვთ სათქმელი. მე შეგახსენებთ, რომ გრეგორი მინჯეკი, რომელიც რესპონდენტად ყავთ, მოყვანილი NDI-ის წინააღმდეგ მაესტრო ჟურნალისტებს, გახლდათ მოსკოვის ბიუროს NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი და რაც შეეხება თავად ლინკოლნ მიჩელს, ლინკოლნ მიჩელიც მუშაობდა თბილისის ოფისის ხელმძღვანელად 2002-2004 წლებში, მაშინ როდესაც ედუარდ შევარდნაძე მართავდა ქვეყანას და მისი კვლევების შედეგები ხშირ შემთხვევაში სწორედ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ინტერესებს ემსახურებოდა და გარდა ამისა, რაც მთავარია ბიძინა ივანიშვილს, მიჩელი გამოყენებული ყავს საკუთარ ფილმში, სადაც ასევე ორი პოზიცია ამ ადამიანის ნაჩვენები. ერთი პოზიცია არის, როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობას უჭერს მხარს და რუსულ ინტერვენციას ღიად გმობს და ამბობს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა შეუშალა რუსულმა ინტერვენციამ 2008 წელს ხელი და უკვე მოგვიანებით მისი პოზიცია უკვე რადიკალურად იცვლება და ის ღიად ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძის აქციებს უჭერს მხარს, რადგან ეს მოუტანს ქვეყანას დამოუკიდებლობას და მიხეილ სააკაშვილმა აღებული კურსიდან გადაუხვია. საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგია აშკარად რუსეთი, მისი ინტერვენციაც ამით იყო განპირობებული. სააკაშვილის რეჟიმმა გადაუხვია დემოკრატიის გზას. NDI-ის დისკრედიტაციის თემას არ პასუხობს თავად ლუის ნავარო, ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ის საკუთარი კოლეგების პოზიციას. მაესტრო ვარაუდობს, რომ ლუის ნავარო ამ კომენტარს გააკეთებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დუმილით დატოვა მან ერთ-ერთი პრესკონფერენცია და შეკითხვაზე პასუხს თავი არის და მე ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლუის ნავაროსა და NDI-ის უნდობლობას უცხადებენ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში მაესტრო და ალია, არამედ უცხადებს თავად ქართული ოცნება, რომელიც NDI-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით არ ლიდერობს და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს გახლავთ ამ თანხვედრის მიზეზი, რადგან ქართული ოცნება მუდმივად ნეგატიურად იყო NDI-ის მიმართ სუბიექტური მოსაზრებების გამო განწყობილი. კვლევების საკითხში მათ რასაკვირველია ჩვენ არ ვენდობით და თუ კი ამ უნდობლობას ამტკიცებს ვინმე ვინც შიგნიდან იცის პროცესი, მაშინ ალბათ საფუძველ მოკლებული არ ყოფილა ჩვენი დამოკიდებულება ამ კვლევების მიმართ. NDI-ის რეპუტაცია ზოგადად საქართველოში და მთელ მსოფლიოში ეჭვს არ იწვევს და თუ ეხლა ცალკეული მარგინალური პოლიტიკური ძალები ეცდებიან NDI-ის ავტორიტეტის კითხვის ნისწრფოს დაყენებას, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ქართული საზოგადოება არანაირად არ მიიღებს. ალბათ ბიძინა ივანიშვილს სწორედ საკუთარმა ლობისტებმა და PR კომპანიებმა დაქირავებულმა PR კომპანიებმა ურჩიეს, რომ არ მისულიყო დებატებში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ამ წუთებში დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თუმცა რა ურჩიეს კახა კალაძეს, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში კითხულობდა დაწერილ ტექსტს, ამაზე უკვე რეალობაში ხვალ მოგიყვებით. მადლობა მაკა NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ივანიშვილის ინტერესების დაცვა დაიწყო პირდაპირ ეთერში მაკა ჩიხლაძე მუშაობდა.